მეგობარი აუცილებლად უნდა გყავდეთ. მაგრამ მინდა ყველა თქვენმა ტოლმა იცოდეს. თუ გინდა რომ ეს კაცი შენი მეგობარი იყოს, შენი პარტნიორი არასდროს არ გაიჩინო. კიდე ავხსნი. შენ თუ ეს იცი რომ შენი ძმა კაცია, შენი მეგობარია და ამის დაკარგვა არ გინდა არასდროს, მაშინ შენ და ეს შენი მეგობარი პარტნიორები არ უნდა იყოს. მე აგიხსნით. დაახლოებით 10, 15, 20,000 საქმე მაქვს გარჩეული ამ პარტნიორების შიგნით. უყურეთ როგორ არის. დღეს საუკეთესო მეგობრები ხართ და ყიდით ელემენტარულად რაღაცას, ხო? როცა პატარა ფული გაგიჩნდებათ, მერე დაიწყება ერთმანეთის გადამოწმება. მერე ამ გადამოწმებით ერთმანეთს შეურაცხყოფა იქნება, მე როგორ გადამამოწმე, მაგრამ ბიზნეს გადამოწმება უყვარს, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. მე ამით საიტკე მივდივარ. ჩემი თხოვნა არ გინდათ პარტნიორი. თუ დაიწყებ რაღაცა პატარა ბიზნეს, დაიწყე შენით. არასდროს პარტნიორი არ მყოლია და იმიტომაა რომ ხმამაღლა ვლაპარაკობ. მე რომ პარტნიორი მყოლოდა დაღუპული ვიქნებოდი 9-ჯერ. რატომ? ის ყველაფერს ისწავლიდა, ეგერ წინ გახსნიდა ამას, საიდან მომყავს და საიდან მიმყავს ყველაფერი ეცოდინებოდა, დაიწყებოდა საქმის გარჩევები, მერე როგორც ხდება დაიქირავებდა კილერს, მოაკლებიებდა შენ თავს, თელს მსოფლიოში ესეა. ვინც ჭკვიანია, არავის პარტნიორი არ აყავს. და პარტნიორი არ არის საჭირო. პატარა კონდეს და შენი იყოს. ახლა რაც შეეხება როგორ მეგობრები. მეგობარს არასდროს არ დაკარგავ, თუ შენი ბიზნესის პარტნიორი არ იქნება. როგორც გახდება ის შენი ბიზნესის პარტნიორი, ჩათვალე რომ 6 თვეს ვერ გატანთ, ეგრევე ერთმანეთს დაკარგავთ. ამიტომ ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარს, ის ბიზნესში არ უნდა შემოიყვანო. ისე იძმაკაცე, აჩუქე, მიეცი, დაეხმარე და ასე შემდეგ. ბიზნესში არის ესე. არის იურისტი კომპანიაში, ხო, თქვათ. როცა ცოტა წინ წაიწევი, იურისტი არის, გამოაცხადოს ვაკანსია, მოიყვანოს, თუ იცის, კარგი, თუ არა და ისწავლოს და დაუდოს ხელშეკრულება. დღეს ხო ხედავთ როგორ არის. დანიშნული დირექტორები იმდენად ვერ ფიქრობენ კომპანიაზე, როგორც მე ვფიქრობ, თქვათ. არასდროს დანიშნული დირექტორი მას